ბუნური მოქმედებების შედეგის სახეზეა. კრიზისი ყველგან, მორალური, პოლიტიკური, ეკონომიური თუ ეკოლოგიური კუთხით. ჩვენი პლანეტა განგაშის სიგნალებს იძლევა, მაგრამ კაცობრიობა უძლურია, მხოლოდ თავისი სტანდარტული ცოდნით გადაარჩინოს სიცოცხლე. დედამიწაზე სწორი ჰარმონიული ცხოვრების ფორმა უძველესი დროიდან არსებობდა. ის უბრალოდ აღარ ახსოვს ადამიანს. წარმოდგენილ ვიდეოში გთავაზობთ სოფლიოს გადარჩენის მოდელს, რომელიც ვფიქრობთ უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განსახილველია. ამ პროექტის სრულფასოვანი განხორციელება თანდათანობით მოაგვარებს ყველა არსებულ კრიზისს პლანეტაზე და კვლავ დამკვიდრდება ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების წესი. ნუ გაუშვებთ ამ შანსს. საერთაშორისო წრე. საქართველოში საგანგებოდ შერჩეული მიწის ფართობზე უნდა შემოიხაზოს წრე. წრის სამზეო ცენტრის გარშემო მიმდებარე ტერიტორია დაიყოს იმდენ ნაწილად, რამდენი სახელმწიფოც არსებობს დედამიწაზე. და ყოველ სახელმწიფოს საყოველთაობო მფლობელობით უსასყიდლოდ გადაეცეს გარკვეული მიწის ფართობი. საელჩოების, ეროვნულ-ეთნიკური და თანამედროვე არქიტექტურული შენობა-ნაგებობების დასაშენებლად. ამით საქართველოს საერთაშორისო მამაქალაქი, სოფლიო საყოველთაობო სახლი, ანუ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ინტერესების დამცველი, საკუთარი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უსასყიდლოდ აუშენდება. საერო წრე. საერთაშორისო მამაქალაქის, ანუ საერთაშორისო წრის გარშემო უნდა შემოიხაზოს საერო წრე. დაიყოს იმდენ ნაწილად, რამდენი მხარეც არსებობს საქართველოში და თითოეულ მათგანს არსებულ საზღვრებში მოსახლეობის შესაძლო გამრავლების გათვალისწინებით საყოველთაობო მფლობელობით უსასყიდლოდ გადაეცეს მიწის ფართობი. სამხარეო საელჩოების, ეკლესია-მონასტრების, სამხარეო და საერთაშორისო საკრებულოების, თანამედროვე არქიტექტურული შენობა-ნაგებობების და საგვარეულო ბინასასტუმროების დასაშენებლად. ამით საქართველოში საძირკველი ჩაეყრება უცვლელ საზღვრებში განუმეორებელი სილამაზის მქონე, მამის საერთაშორისო ქალაქით დამშვენებული ახალი საერო დედაქალაქის ამშენებლობას. გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო. დღეს ჩემი საავტორო გადაცემა საერო სამზეოა. მე მისი წამყვანი ალექსანდრე კასრაძე. დღეს სტუმრად მოვიწვიეთ კინორეჟისორი, მხატვარ დიზაინერი, პროდიუსერი გენო ცაავა. გენო, ჩემთვის ძალიან კომფორტულია, რომ დღეს სტუმრად ჩემწო ხარ. იმიტომ რომ ამ პროექტს ასაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად უკვე მე-10 გადაცემა ავიხილავთ. ბევრი გაქვს წაკითხული, მოსმენილი, პრაქტიკულად იყავი შეხებაში. ანუ რომ იტყვიან მემატიანე ხარ. ამ საქმიანობის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გაგაჩნდა შენ ყოველთვის. მიუხედავად იმისა, შენ საქართველოში მოვაწეობდი თუ საზღვარგარეთ, ყოველთვის აქტიური ხარ, ადამიანები გიცნობენ, ადამიანს, რომელსაც ხარ ძალიან სოციალური, ყოველთვის ჩართული ხარ ქვეყნის კეთილდღეობაზე, ვიტყოდი პირდაპირ გაგებით, აი პრაქტიკულად ხარ ჩართული და არა მარტო იდეურად. ამას მოწმობ შენი გავლილი ცხოვრების გზაც, ფილმებიც და ასე შემდეგ. შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო ამ საკითხზე. მაგრამ ვინაიდან ლიმიტი ყოველთვის შეზღუდული გვაქვს ეთერში, ყოველთვის ვცდილობთ ვისაუბროთ კონკრეტიკაზე და ჩვენმა მაყურებელმაც იცის, რომ ჩვენი გადაცემის ფორმატი მომართულია არა კრიტიკაზე და ვიღაცების რაღაცეების გამოკვლევაზე, არამედ პრაქტიკულ გზებზე, რომელიც უკეთესობისაკენ შეცვლის ჩვენ რეალობას და ზუსტად ეს ჩვენი
გადაცემის და პროექტის ძირითადი ცენტრალური მაგისტრალური ხაზი არის ის, რომ უნდა ვიპოვოთ პრაქტიკული გზა. ვიღაცისთვის ეს ფუტურისტულია, ვიღაცისთვის ეს უტოპისტურია, ვიღაცისთვის ეს სიურრეალისტური 1000 ტერმინები შეიძლება გროვად აქასებობდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ პრობლემას, ილუზიაში არ ვცხოვრობთ, რეალისტები ვართ და ვეძებთ ყველა იმ ლოგიკურ გამოსავალს, რომელიც უკეთეს გახდის ჩვენ ყოფა ცხოვრებას და აგვაცილებს იმ გლობალურ პრობლემებს. კონკრეტული კითხვა. იმ გადმოსახედიდან, რაც შენ მოღვაწეობ საზღვარგარეთ. გაქვს უამრავი შეხვედრები, კონტაქტები მრავალ ადამიანებთან. მე მაინტერესებს ესეთი ძალიან ესეთი შინაური და ღია საუბარი გვაქვს. როგორ აფასებ, მე მინდა გენოცავას თვალით დანახული ეს პლანეტარული სიკეთე თუ პრობლემა, ეს შენი საუბრის თემა იქნება. მოკლედ რომ მითხრა მაინც, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა, მაინც ამდენი ხანი არ მინახარ, ეხლა ჩამოხვედი, გამიხარ და პირდაპირ სტუდიაში მოგიწვიე. და მინდა რომ ცოტა იქაურიც მოგვიყვე, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ აქედან ესე ვხედავთ ამ რაკურსით, მაგრამ შენი რაკურსით დანახული ნეტა როგორია? კიდევ ერთხელ მოგესალმები, ჩემო ალექსი. ძალიან სასიხაროა ეს ამბავი, რომ ეს ეთერი შედგა ეს ამ ფორმატით. რაღაცა ამ ფორმატის ამ გადაცემის საშუალებით შესაძლებელია ესაუბრო და მიაწოდო ის სიკეთე, უდანაზარი სიკეთე, რომელიც აი ამ მოსაზრებაში ამ ძალიან დიდ ღვთისმსახურებულ პროექტში დევს. ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი და მე მგონია უკვე აკეთებს ამას ახორციელებს ეს გადაცემა რა. ამის უდიდესი მადლობა შენ და აქ მხარდაჭერ ადამიანებს, ვინც ეს შეგაძლევდა. რაც შეეხება ახლა ევროპას, საქართველოს, არაფერი სიახლე ის არ არის, ისმის რომ ევროპამ რაღაც გარკვეულ საინტერესო ზღვარზე მიაქცია განვითარებას და უკვე ჩაიდა თავის ნაჭუჭში რა. და განვითარება, პროგრესი, ხო? გარდა აი ამ ციფრული ტექნოლოგიებისა, ხო? არ არის, სულიერების თვალსაზრისით და იგივე ყოფითობის თვალსაზრისით პროგრესი ისეთი განსაკუთრებულად შესაგრძნობი გესმის და რაღაც მასშტაბური არ ხდება აბსოლუტურად რა. ეს სულიერი მდგომარეობა ადამიანის ყოფითობასთან გესმის შეფარდებით ისეთ ნაწილში ჩაძდა და ისეთ განსხვავებაში ჩაძდა, რომ აი განვითარება არ არის, არ ხდება განვითარება რა. ხო, ამას ლაპარაკობს როგორც ახლა ამ შემთხვევაში მხატვარი და კინორეჟისორი, იმიტომ რომ ეს რო ელაპარაკა ისეთი სპეციალობის ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ვიტრო ჩარჩოებით უწევს ძალაუნებურად თავისი პროფესიით ცხოვრება, მესმის, მაგრამ ვინაიდან შენ მუდმივად აქტიური ხარ, მუშაობ და ასე ვთქვათ, რომ იტყვიან ამ მაჯის პულს შენ ნიშნავ, უნიშნავ ამას და გზნობ ამას. ჩემთვის ობიექტურია. აბსოლუტურად ესეა რა და ადამიანი ეს ძალიან დიდი იმაშია რა, გალიაშია რა, ძალიან დიდ ხაფანგშია რა. ყველანაირად უკვე ეზღუდება დამოუკიდებლობის ფაქტორი. არის ევროპა დამოუკიდებელი ადამიანის უფლებები, ეს ყველაფერი. ეს არის ესე შებუთული და სინამდვილეში ადამიანის ყოფითობა და ადამიანის დამოუკიდებლობა უმძიმეს მდგომარეობაშია რა. ესე იგი, როგორც საშოვარს გაგდებული, გესმის და ჭამის გამტარი აპარატი დარჩა ადამიანი რა ევროპაში. რაღაცა ლამაზ გალიაში მომწდეული. ეს ბუნებასთან ჰარმონია გვაქვს გაწყვეტა, ცოტა ესე გავშალოთ. მთელი ეს მომენტია, კარგად ამბობ მაგას, რომ გაწყვეტა ადამიანმა სამყაროსთან, ბუნებასთან ურთიერთობა. რატო რამბო ძალიან ეგოისტი გახდა, ძალიან ბევრი გაიგო, ძალიან ბევრი ისწავლა? არა, აიძულეს ამ სისტემით,
ამ რაღაცა ქვეყნის მართვის მოდელებით, ესმის აიძულეს ადამიანი, ესმის რომ მივიღოთ კარგი მომხმარებელი, რომელიც მივყიდით, მოიხმარს ექსპლუატაციას. თამამად შემიძლია თქვა და პასუხისმგებლობა ამ სიტყვაზე, რომ ადამიანი დღეს ევროპაში კიდე თუ დედამიწის რომელიმე დღეს დემონიზირებულია ადამიანი. ადამიანი უკვე გახდა დემონიზირებული და შემდეგი განვითარება პროგრესი სწორედ უფრო მეტი დემონიზაციისკენ მიმდინარეობს. მიემართება რა. ანუ ფინალურ ნაწილში ვამბობთ რომ ეს ჩიხია? არა, ჩიხი არ არის, მაგრამ შესაძლებელი არის აქედან უამრავი გზებია გამოსასვლელი, მაგრამ თვითონ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ეს ამბავი. ადამიანმა რომელმაც უნდა მიხვდეს ესმის რომ მას მართავენ. აიგე. და ამიტომ თვითონ რომ გახდეს დამოუკიდებელი ადამიანი პიროვნულად, ხო? ეს უნდა გააცნობიეროს და რაშია ამ დამოუკიდებლობის ფაქტორი. სწორედ ეს გარემოებებია, ეს ფაქტორებია, თორე ახლა იქ კარგი ბრენდის მაღაზია, კაი ბრენდის რესტორანი, ისმის არანაკლები აქვს საქართველოში, ხო? ეს არ განსაზღვრავს ადამიანის მდგომარეობას, ქვეყნის მდგომარეობას, ხო? აი მაგალითად ქვეყანაში რო ჩახვიდე და მიხვდე ქვეყანა რა მდგომარეობაშია, უნდა ნახო მისი სადგური. და არა რესტორანი და არა ის მაღაზია. აი რა მდგომარეობაში არის სადგური, რეალური საზოგადოების სარგია. აი ეს არის ბარომეტრი ქვეყნის მდგომარეობის. არა მარტო სოციალურად, და არა მარტო ეკონომიურად, სულიერადაც კი. აიგე. ხო და ახლა ეს ბარომეტრები რა, რაც კი არის, ხო, სადგურების სახით რო შეადარო იქაც ევროპაში, ხო, დიდი განსხვავებებიც არ არის აბსოლუტურად. შეიძლება უკეთესად მოწყობილიც იყოს, მაგრამ ეს არ არის ის მდგომარეობა, რაც სინამდვილეში ადამიანს სჭირდება სულიერად. ამიტომ როცა საუბარია რა, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს დამოუკიდებელი და სულ ჰარმონიაში ცხოვრება გარემოსთან, ბუნებასთან სულ ჰარმონიაში ცხოვრება მოახერხოს, ამისთვის რა არის? ხო? აი ამაზეა ეს გადაცემაც და ამაზეა უზარმაზარი ეს კიდევ ამბობ ხაზგასმით ძალიან დიდი ღვთისმიერობი. ნუ გენო ჩვენ პროექტი არ არის ეს ინფორმაციის შენეს პროექტი ნუ მაგრამ ხო მესმის სწორად ამბობ, მაგრამ ჩემი მდგომარეობას გასათვალისწინებელია მე როგორ უნდა შევძლო მაყურებლის წინაშე ისე დავყო, ისე ფაზებად მივაწოდო, მესმის რომ ძალიან გულწრფელი და გულახდილად უნდა ისაუბროთ და მსმენელი გამგები გაიგებს, ვინც ვერ გაიგებს, მაინც ვერ გაიგებს, ეს პრინციპებია. მაგრამ თითოეული სტუმარი, რომელიც ძალიან ძვირფასია, როგორც ჩვენი მაყურებლისათვის, ისევე ჩემთვის, ეს ადამიანები მეხმარებიან ამ სიმძიმის აწევაში. ნამდვილად მეხმარებიან, გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ ახლა ერთი ადამიანი გამოდის და რაღაცა დონკიხოტივით ქარის ხვილებს ებზვის და რაღაცებს, ნუ მესმის ხო ეს ქარიზმა და ეს ტოლერანტობა ქართულს არ გვაკლია, როგორც ასეთი ცხოვრებაში, მაგრამ ის რომ რასაც შენ ამბობ, რომ ეს არის ცხოვრების წესი და არ არის ის ცხოვრების წესი, რომ ერთმანეთი უნდა ვანადგუროთ. აი ერთი მანეთისათვის ვანადგურებთ ერთმანეთს და ერთმანეთის საპირისპიროს ალბათ ვიტყოდი, რომ თურმე უნდა ვიცხოვროთ ურთიერთისათვის, ხო, ეს პლანეტა არის შექმნილი ურთიერთ საჯურისწეროდ და ურთიერთ სამოყროთ. და ზუსტად აი ამ პროექტშია ის, როგორც ქართველი, როგორც მასპინძელი, შენ ჩემზე კარგად იციეს, როგორც მასპინძელი, როგორ ხვდება აი ამდენ ქვეყნებს. და იქ იგივე შენარი ადამიანები ჩვენ ვინც ცხოვრების გარკვეული ნაწილი ემიგრაციაში გავატარეთ და ზოგი იქ რჩება ჯერ კიდევ, ხო, და აქ საკუთარი ქვეყანა მისახედი და მოსავლელია. აი როგორ ფიქრობ შენ ახლა უფრო კონკრეტულ კითხვას დავსვავ. მესმის რომ გარკვეული მსმენელი ისე მაყურებელი ისედაც ყავს, ესედაც ყავს, უხარიათ, მაგრამ რა ხერხები გამოგძებნოთ? ახლა შენ გარდა იმისა, რომ კარგი კინორეჟისორი ხარ, მხატვარ დიზაინერიც, ანუ პრაქტიკოსი ადამიანი ხარ, რომელსაც ხაზავ, ფიქრობ, ჩანახატებს აკეთებ, ესკიზებს აკეთებ, ხედავ, ხო? ამავდროულად ეს ავიცი 30 წლის წინ აქვს შენ ეს თემა შესახორცებული, გააზრებული, მე წლებიც დაგვჭირდა რომ გადაგვემოწმებინა რაღაცა ეფექტის ქვეშ მოხვდით და გაგვიხარდა თუ
მე მართლა იმუშავა თუ არა ხო ამ რეალობაში დღეს ახლა 30 შემდეგ ისევ მე და შემოხვდებით და ხედავთ რომ პრობლემა ისევ იმ ადგილას დგას, მაგრამ რა ხერხები მოვძებნოთ? აი მოდი იქნება აი დიალოგი გამოგვივიდეს. ხერხები ძალიან მარტივია. თავარი არის ესე იგი კეთილინება რა, კეთილინება თვითონ ხელისუფლების დღეს. რამ შეიძლება გააჩეროს რა ვქნა აი შანს არ მივცემ ამ საკითხზე რომ კეთილინება ხელისუფლებას არ არის ეს ჩვენი ეთერი იმისათვის რომ მოუწოდოთ რამე, მაგრამ უბრალოდ მივეხმაროთ ვერჩი დავუდგეთ. ჩვენს ვერჩი ჩვენ ძმები არის. არჩიდება აბსოლუტურად არის აგერ გამზადებული ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაგეჭილი. აქ არა მარტო ცხოვრების წესია საუბარი, აქ არის უზარმაზარი ენობრივი სიღრმეები, სვანური, მეგრული, სვანური და ეს ემატრია, ისე ტრიალებს აქად ისეთ საოცრებებში გადიხარ, რომ ეს სკოლებშიც კი უნდა ისწავლებოდეს. რაღაც გარკვეული რაღაც ასაკიდან ეგ სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს. თლიანად აი ეს შენი ქვეყნის კულტურაა რა, ის ყველა ეთნოსში როგორ არის, როგორც მარგალიტებად გაბნეულია ეს ცოდნა. ცხოვრების წესი, ცხოვრების წესი კულტურა რასაც ქვია, ხო, და ადამიანმა გასაუბრება კულტურა, თორე ეს არის ცხოვრების წესი. ზუსტად ის დეფიციტი ევროპაზე რომ ელაპარაკები, რომ ტექნიკურად წინ არიან ყველაფერი კონფორმ, მაგრამ აი შეიქმნა სულიერი დისბალანსი შეიქმნა თუნდაც ბოდიში და ვეღარ გაიგო ქალია, კაცია, დედა, მამა, ვეღარ მიხვდა ეს ბავშვი, რომ რაღაცა ჩამოშლა ხდება ფრაქციება, თუ კაი ბოლო დეტალებამდე დაიწყო დაშლა ამან და ესე იგი არის რაღაცა საწყისი იმ ხსოვნიდან, იმ ძველი, იმ კოლხური კულტურა იყო თუ ავი საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, უჩიც იყო რაღაცა საწყისი ღვთისიერული, რომელიც თავმოყრილია იმ პროექტში, რომელსაც გაცნობიერება და ნეილობით გაკეთება უნდა, რომ ბოლომდე არ დაიშალოს ეს ყველაფერი. ამიტომ ადამიანებმა უნდა ჯერ პირველში გააცნობიერონ რა არის ამაში რა დევს. რომ მე თამამად შემიძლია რა, ესე იგი მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არის ღვთისმიერული ცხოვრების წესი, რომელიც ყოველ ადამიანს, ყოველ ოჯახს ისევ სრული დამოუკიდებლობის თავისუფლებას. და მეცად გეტყვით რა, არ იქნებით დამოკიდებული მთავრობის, ხელისუფლების, ამა თუ იმის მართვაზე აბსოლუტურად. ეს სხვა მოდელია. აი ეს უნდა გააცნობიერონ, ეს უნდა დაინახონ და მოუნდეთ პირველ რიგში, რომ თავი გადაირჩინონ. აი ახლა მე ამის ერთ-ერთ მაგალითად უნდა გითხრა ერთი რაღაცა რა, ხალხი დაიცალა ქვეყანა. მართლა დღეს სერიოზული პრობლემა არის, რომ იგივე მუშახელი ხო რაღაც საქმეში საჭიროებისთვის მონახვა ადამიანი ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვიცი ეგ ამბავი და მე ახლა რამდენი ხანია 4 წელნახევარია ვერ ჩამოვედი აქ რა. ეს იმიტომ რომ ამ პანდემიასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი, მაგრამ იქ რო ვარ, ხო, მე არა ვარ სამყაროს ერთი თლიანი ნაწილი. მე ახლა რო ჩამოვედი ახლა აქ საქართველოში, ხო, მე დავებრუნე აი სამყაროს ერთი მთლიანი ნაწილი. გავხდი ისე. მიგივდით. და ამასთან ერთად დავებრუნე ჩემი ყველაზე დიდი სულიერი კომფორტი. ასე რომ ეს ადამიანები დღეს ვინც გასულები არიან, ქართველები, ხო? ყველა ამ მდგომარეობაშია. არც ერთი არ არის ერთი მთლიანი ნაწილი სამყაროს ამ წუთისოფლის და არც სულიერი კომფორტი გააჩნიათ. მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ამის რეალური პერსპექტივა და შეაძლებლობა დავინახე უკვე, ერში დავინახე. ძალიან მალე შეიძლება 3 წელიწადში ეს ხალხი ყველა დაბრუნდეს. და ყველა გახდეს ამ წუთისოფლის ერთი მთლიანი ნაწილი და ყველამ დაიბრუნოს ეს დიდი სულიერი კომფორტი. თორე ჩვენ დავახვედროთ სწორად და ეს ბევრმა იცის უკვე გარკვეულია და პანდემიის პერიოდში უკვე ჩვენ წარმოვიდგინე რა, საიდან დაიწყეს ადამიანების ჩაკეტვა რა, ესე გალიერში ჩაკეტვა, ევროპიდან დაიწყო ხო ისევ რა. ყველაფერი და ეს მოახერხეს ამათმა. მაგას ვამბობ რა, დემონიზირებულია ხალხი, რასაც უნდა იმას აკეთებენ, ამიტომ საკუთარი თავი ერი რომ გადაირჩინოთ, დღეს აგერ გვაქვს ეს საქმე და ამ საქმის სრულად განხორციელებას უნდა ვესწრაფოთ ჩვენ. და ის ხალხი, რომელიც იყო პანდემიის დროში, მე ვიცი და მქონდა ეს ინფორმაცია და საუბრებიც, რომ ადამიანები ცდილობდნენ აქ შეესყიდათ მიწები
აქ შეესყიდათ მის ქართველებს შეესყიდათ მიწები გაერთიანებულიყო 20-25 დიდი ფართობი აი ამ პროექტის მიხედვით ხო და ამით გადაერჩინათ უკვე თავი ანუ იქიდან გამოქცეული იქნებ ანუ ისეთი ნოსტალგიის კონდიცია აქვს რომ მიხვდა რომ ვერ იპოვებს არა ნოსტალგიის კი არა გადარჩენის პროექტ მიწაზე რაღაცა დარგოს გააკეთოს ის მამაპაპური ძველი ტრადიციული აღადგინოს და ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წილხვედრი ქვეყანა რომ იცის რომ თავისია და ამას ძალიან დიდი ფაქტორი აქვს ისმის მოდის გადასარჩენად ანუ საკუთარ თავის გადარჩენა უკვე კაცის გადარჩენას უდეს ანუ უკვე ერის გადარჩენაზე მოდის ის ადამიანები რა იქ ვინც არიან ეს მოხდება იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ახლა უკვე შორს არ არის მომენტი მე გეუბნები და თამამად ვამბობ არც მეშინია არც მერიდება დადგება ახლა და მოახლოეს დროში ისეთი დრო ემიგრაციაში მყოფი ქართველები ფეხშიშველი გამოწევა მოგვიწევს აქეთ საქართველოში ფეხშიშველი დადგება ეს სიტუაცია ეს დრო ამიტომ გვაქვს ეს ღვთისმშობელი საქმე და ამ საქმეს უნდა მივხედოთ მაგრამ ეს მარტო წრიული სოფელი ეს ერთი ღვთისმშობელი ცხოვრება კი არის აქ არის ეს რა სიმდიდრე გააჩნია რომ ანალოგიური გაერო რომელიც არსებობს და აბსოლუტურად ფორმალური ორგანიზაციაა ხო და აბსოლუტურად ესე იგი არაფრის მткმელი და საერთოდ მიყავს კაცობრიობა საერთოდ რომ ეს სხვა თემაა სხვა სასაუბროა რომ მაგაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ აგერში ოჯახაშენებულ მამაქალაქის სახით ქმნი როგორ ღვთისმშობელ მამაგემას რა ქვია სიყვარულით გაეროს ახალ ორგანიზაციას ახალი ღვთისმშობელი წესით და ეს დღეს ევროკავშირში რო არიან ვიღაცებისგან არიან დელეგირებულები იმ უფლებამოსილებით რაც გააჩნიათ ადამიანებისგან ერისგან მაცხოვრებლებისგან არ არიან ვიღაცა გარკვეული ჯგუფებისგან არიან ხო დელეგირებულები რა ხო და აქ უკვე აი ამ წესით მამაქალაქით ესე იგი შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა ეს არის პირდაპირ ყველა ერის კულტურულ ცნობიერებაზე დაფუძნებული და არანაირი ვიღაცის მიერ მართვადი ვერ იქნება რა ხო და შეოჯახაშენებულო გააქვს ესა დაიწყე ხვალ შენი ახალი გაეროს შექმნა ანალოგიური მოდელი სოფლიოს არ გააჩნია ანახე რომ ეს გამაჩნია კაცო რა თქმა მე საქვია ფორმალური ესმის ეს ამ გაეროსკენ ტოლვა და იგივე ევროკავშირისკენ დამთავრდა ევროკავშირს რო შეეძლო საქართველოს სიკეთების მოტანა ის დრო დავიდა ეს რო გასულია უკვე არ არსებობს ეს არის როგორც თავის დროზე გეორგიევსკის ტრაქტატი რო იყო ჯეომბატონო იმის ანალოგიური მოდელი ახლა ეს ყველაფერი რა იგივე ანალოგიური მომავალი ჯოჯოხეთია არანაირი სიკეთე უკვე თვითონ ევროპისთვის აღარ არის და საერთოდ საიდან იქნება ყველაფერი. ესეც ცალკე თემაა, ცალკე სასაუბრო, ასე რომ ქართველებმა უნდა გავახილოთ ცოტა სერმისეულად თვალი ჩემბატონო და მივხედოთ აი ამ უკეთილშობილეს საქმეს, რომელიც არის ერის გადარჩენის. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკა. ჩრდილოეთ, სამხრეთ ჰოლანდიაში 5 მილიონი მაცხოვრებელია. ტერიტორიულად არის შემოგარგო იმერეთის ხელა აღარ არის. იმერეთზე უფრო ნაკლები მცირე ტერიტორია აქვს. ჩრდილოეთ სამხრეთ ჰოლანდიას. 5 მილიონი მოსახლე და ამჯერად მოსახლეობა. როგორ გააკეთეს ყოველ წელიწადში? ყოველ წელიწადს 90 მილიარდი შემოსავალი მოდის სოფლის მეურნეობიდან. ეს ხო არ არის 9 მილიონი ან 9 მილიარდი ან 90 მილიონი, ეს არის 90 მილიარდია ლაპარაკი, რა. ძალიან დიდი რიცხვია. არა, დაუჯერებელია ეს ხო საიტებზე დებს ყველაფერი ოფიციალურად ყველაფერი და აი ამ 64 ქვეყანაში ესე იგი წარმოიდგინეთ ხალხი რომელიც ზღვას ართმევს ასე ვთქვათ მიწას რა ბჭყალებში და ქმნის კუნძულებს რომ ზედ კიდე რაღაცა დათესოს და რაღაცა 90 მილიარდი შემოსავალი აქვს ექსპორტირება ვარ და ხშირად და პურის წარმოება არ აქვს
პური, რომელიც პურის ბეღელი უნდა იყოს. და ისეთი ენდემური ჯიშები არის, ნუ რაღაც აოცრება, ხო, კი 25-დან როგორც 16 მარტო ჩვენთან არის. აი ეს ღვთისმსახურული ცხოვრების წესის ფორმა და მოდელი, რომელიც გააჩნია ეს აი ღვთის კაცისაგან გესმის აი პირდაპირ ესე გაი ნაჩუქარი და პროცებული იმას ვერ უთხილდები და იმას ვერ უვით ყველაფერი რა. და წარმოიდგინე რამხელა ეკონომიური ბერკეტია. მზარმაზარი ეკონომიური ბერკეტია. როგორი განვითარება აქვს ხალხს მერე? არა მარტო ეკონომიური, კაცო, კულტურის განვითარება, ყველა სფეროში, ყველა სფეროში აბსოლუტურად რა, დაწყებული ხატრობიდან დამთავრებული, რა ვიცი, სიმღერაცეკვით დამთავრებული და პოეზიით გინდა და ყველანაირი მიმართულების, ესე იგი როგორც არის. თუმეტეს ამის საბაზისო ყველანაირი პლატფორმა. ეს იძლევა თვითონ ეს ცხოვრების ის მოგცემს ის 1 ჰექტარი შემოქმედებით ეს 1 ჰექტარი და ის გარშემო ის ცხოველი რომელიც ყავს მე რა ის გაძლევს ის სუნი რომელიც იქ დადგება რა სული ის უკვე გამოგაჯამთელებს და ის გაცხოვრებს რა და ადამიანი ჭამის გამთარი აპარატი კი არ ხდები მარტო რა და გავარდნილი რაღაც საშუალოზე და მთელი ცხოვრება წერდრომიდის იმაში რა გზაში სიამოვნებაში აი ცხოვრებაში გავლი ამას ყველაფერს ღვთისმსახურულად. გებადება ჯამთელი თაობა, არ იპოვება გენომოდიფიცირებული საკვებით და არ დეგრადირდება არა მარტო ფიზიკურად რასაც შენ ხედავ, გონებრივადაც დეგრადირებისკენ მიდის ახლა მე. ხო და მე როგორ უნდა მიმართო რა ვიცი რა ხელისუფლებას და მე არც ერთი არ მგონია რა ეს ხელისუფლება არც წინა არც ესა გონიერი სიბრძნის არანაირი ნატამალი არ აქვს ამათ აბსოლუტურად შერჩენილი ესენი არიან აი დროებით აი რაღაცა მის გაიხანძლიო თავისი ჩვენები არიან როგორ მივეხმაროთ როგორ და მივეხმაროთ რა გავაკეთოთ მე ყოველთვის იმ გზაზე ვმუშაობ რომ რადიკალური ვერ ვარ იმიტომ რომ მე იქაც ყავს ნათესავები აქაც ყავს სისხლით ხორცით ნათესავები მყავს იქითაც აქეთაც მე ვერ ვასხოვებ იმას რომ ახლა ესე იყო პერიოდზე ოჯახი გაიგეთყვი აგერ რა მე აგერ გვეუბნები აგერ პირადად ღიათ ვამბობ ამას როცა მოვიდა ეს ქართული ოცნება მე შეუძლებელი შევძელი მაშინ შეუძლებელი იმ სისტემასთან დაპირისპირება და 72% ხმა ავაღებია მადრიდში ქართულ ოცნებას 72% ხმა ავაღებინი რა იმიტომ რომ ის მოცემულობა იყო რა ის პროტესტი იყო საერთოდ და ნუ შევძელი და ეს გავაკეთე რა. აი ხო რა შედეგი გვაქვს ჩვენ დღეს აბსოლუტურად რა. პირიქით ახლა ყველანაირად ვეცდები რომ ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლი და ეჯინი და იმით კი არა რა. ნუ არსებობს რაღაცა ისმის ესეთი საშუალებები. ერი მოიფიქრებს რაღაცა ერთ მოტივაციას. ამ მეტი მოტივაციის საშუალებაზე შესთავაზებს ამ ერთს ევაკვია ხელისუფლებას ერთსაც მეორესაც ისმის რომ რაღაც დიჯერებაზე იყო საუბარი. უნდათ არ უნდათ ჩვენ ქართველებს სასაული ერთობის მაგალითი გაგვაჩნია ბახტრიონის ომი, რომელიც მე ერმა წმინდა ომად შეგაცხა ჩემო. ხო და ბოლო თუ ესე იგი სიკტილის წინაშე მდგომიერი ვარ დღეს ჩვენ აბსოლუტურად რა. წარმოვიდგინეთ რა ალექსი ესე იგი კოსმიური გენეტიკის ერი თავისი ენით და თავისი ცნობიერებით კოსმიური გენეტიკის ერი დღეს სიკტილის წინაშე მდგომიერი არც ესეა რა ძმაო რა და თუ არ მოინდომებენ ამერიკის ხელმწიფობის აღდგენას ჩემო კარგო და არ მოინდომებენ ეს აკილევსის კუსრის განადგურებას ვითონვე ხო? ნუ მაშინ რა დაგჩენია მეორე ბახტრიონის უსისხლო წმინდა ომი ჩავატაროთ ძმაო აბა მეტი რა დაგჩენია რა მითხარი რა გზა გაქვს მაშინ რა ამ ცხოვრების წესით არ გაცხოვრებენ ამ ცხოვრების წესს არ გაკნევინებენ 3 მილიონი ნახევარია ვიძახით გესმის და 2 მილიონზე მეტი გასულია რამდენი ვარ დარჩენილი ხო
დაბრუნდება ეს ხალხი, ეს 2 მილიონი დაბრუნდება, დიდი ან პატარიანი დაბრუნდება აქ რა. იმ ერთი მოტივაციის საშუალებით დაბრუნდება რა. დაბრუნდება და თუ ვერ მოხდება ეს დიდი შერიგება, იქ მარცხენა მარჯვენა მხარეს დგომების გაიგიშენ რა. მაშინ რა დაგჭირია, მაშინ მართლა მეორე უსისხლოც მინდა ომი უნდა ჩავატაროთ. სხვა გზა ჩვენ აღარ აქვს რა. და უნდა შევთხოვოთ უფასო ეს მძიმე ჯვარი გვატარებიოს. მესმის. ასე რომ კი არ მოუწოდებ კაცო. კი არ შევთხოვ კიდევ ამ ხელისუფლებას რა და ამ იმას რა. გონს მოეგო, მოკიდონ ამას ხელი, შექმნან რაღაცა ორგანიზაცია რეგიონალური საექსპერიმენტო თუნდაც საჩვენებელი ერთი გაკეთდეს რომ დაითვალონ ეს ყველაფერი გამოიტანონ რა ჰემატრიადრებს ამაში რა ენობრივი სიბრძნედებს რა ენობრივი გადარჩენა ეს ზოსიმე რა ამათ და ვიღაცებს შეიძლება ლექსი გონია და ზღაპარი და ისა სიზმარი დამარხულა ეს ენაი ქართული კაცო და თისყალობით ყავს ესეთი ადამიანები რომლებიც ამ ემატრიის საშუალებით და ხაზობრივი მათემატიკური ესმის ენობრივი ბარიერები მოხსნეს უკვე და გასულები არიან უკვე რა კოსმოსში არიან გასულები უკვე კაცო ენა გეუბნება ენა გასავლის ყველაფერს და სწორედ ეს არის რა ეს ღვთისმიერული წესით აი ცხოვრება ეს არის შენ 1 ჰექტარ მიწაზე რა დაიბრუნო შენი ხელმწიფო მეტი არაფერი არ შეიძლება ეს თუ არ დავიბრუნეთ ეს თუ არ გავაკეთე და ცხონებული მერავი და ცხონებული ზვიადი მე რატო ვახსენე რა ხორცის საკებში გაატარეს ერმაკი არ გაატარა აი მიყიდულებმა და დამონებულებმა იქ ესმის კოლონიზატორების მიერ ესე იგი აქ უკვე აღზევებულების ხელით ეს ხორცის საკებში გაატარეს ერთის და მეორეს რა. რაზე უნდა ვისაუბროთ? და ეს ხალხი ამოვდა სომნათი რომ ესე იგი ზიადი პირველ რიგში რაც იქნება გასაკეთებელი როგორც მოდელი სტრუქტურა ეს უნდა გაკეთდეს და მერავე ამოვდა მაგის უზენაცვალი რა. სოფელში უნდა წავიდეს და გავაკეთო. არა მარტო ეს მასიურად უნდა გაკეთოს რა. ამაზე იყო მოწოდებული რა. ეს პატრიარქის მოწოდებაც იქვე შეგიძლია მომავალი მებზე გააცხოთ ეს ყველაფერი. პატრიარქი პირდაპირ მოუწოდეს რომ ექსპერიმენტის სახით მაინც გააკეთოს. გააკეთეთ ეგა რა. ვერ იქნები ვერც შენ, ვერც მე, ვერც ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანი, ვერც ერთი ბედნიერი. სიხარულით სავსე. თუ შენი სამშობლო, შენი მამული არის ბედნიერი. ვერ იქნება, ჩემი შვილიც ვერ იქნება, ვერ ჩემი შვილი. ვერ იქნება რა. უცხოეთშიც ვერ იქნება ბედნიერი. იმიტომ რომ წუთის სოფლის ერთმთიანი ნაწილი ვერ გახდება, ალექს ეს ტყუილია. ვერანაირ სულიერ კონფერენს ვერ შეიძენს ის იქ ადამიანი ქართველი რა. აქ აქვს ეს ყველაფერი, აქ აქვს ამის საშუალება. და ეს უნდა განვახორციელოთ, ეს უნდა გავაკეთოთ რა. ეს უნდა გავაკეთოთ. ეს არის ერთ-ერთი ნომერი პირველი თავი მოცემულობა და პოლიტიკურად იმხელა რესურსი გაქვს, იმხელა მასალა გაქვს, რომ ახალი გაერთიანება სოფლიო შექმნა აქ, რა ევროკავშირი, ის ევროკავშირი, დღეს ევროსაბჭო, ეს ყველაფერი ეს არის ვიღაცების და რაღაცებისთვის შექმნილი ხო დღეს გარკვეულია ეს ყველაფერი კაცო ახლა არ მინდა მაგ თემაზე ვისაუბრო სხვა ფორმატიც იცი შესაძლებელია ხო და მოდი ესე გავაკეთოთ მე რუსეთი რა ევროპა რა ისა მახარ რაგი ღვთისმსხლის საქმე ვიდეოს და მიხედო და გადარჩება მე გეუბნები რა ეს აპოკალიფსი გარდაუვალია კალდაუვალია ეს აპოკალიფსი, მაგრამ თუ შევიძლებთ მაგრამ ბოროტებას უნდა ებრძოლო და ბოროტებას უნდა ებრძოლო ამით. თუ ერთი ჯამთელი უჯრედი მაინც გაკეთდება, აი, ამ ერთ ჯამთელ უჯრედს შეიძლება აპოკალიფსი ვერ შეეხება. ხო, მაგ შემთხვევაში იმდენად შეიძლება
კვეთრი მაგალითი გამოჩნდეს, ეხლა იცი როგორ ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ აი როგორ შენ ვიღაცას ეს აპელატები არა გაქვს, იმას ნობელის პრემიებს ამას ეს არის ცერში მუშაობს, ის ატომებს დაძდებს, ესეთი მაგარი ბიჭები ვართ ყველა რაღაცა და ძალიან ცნობილები და როგორ იმათ ვერ ახსნეს და იქ მუდმივ სამყარო აფეთქდა, ფართოვდება, მუსიკას უკრავს, 1000 რაღაცა თემებზია, ხო საუბარი, მაგრამ ოჯახიშვილო, ცოტა კი მიკვირს ერთი რამის, რომ რაღაც იქ ბეტელჰეიზეს გადაცვდი, რაღაც სამყაროს შავხრელებს, იქ კვანტურ თეორიებს დაძდევდა. საკუთარი დიდი ბებიის გვარი არ გახსოვს. ვინ იყო, ვინ გაგაჩინა, იმის იქით არ გახსოვს ის ქალი ვინ იყო. საიდან მოხვედი, სად მიდიხარ და შენ დღეს რაღაცა ფარებს იყენებ, ცოდნასაც ვერ ვარქვევ, იმიტომ რომ რაღაცა ტერმის მეუბნებსაც ფარად იფარებ ამ ვითომ ტერმინს, რომ ვითომ ამის იქით მე რახან ჩემი ცნობიერება ვერ წვდება და ეს ტერმინი არ იცის. ცოტა ჩამორჩენილი ვარ, ვერ გეწევი რაღაცეებში, ხო? ამ დროს მოდი რა ჯერ ეს ყოფიერება მომაწესრიგებინე, რომ ცნობიერება იქნებ უკეთესი გაგიხადოს, თუმცა ყოფიერება მოგიწესრიგდება, ხო? შეიძლება უფრო კარგი აზრები მოგივიდეს, უფრო დაალაგდე, დაწყნარდე და რა არის ეს მუდმივად ამბიცია. ყველაფრის სიგეთის მომტანი არის ეს, აი ახლა იგივე შარლოს მენაცვალე, აი დამვიდგენ თავიდან რომ იყო ამ საუბრებზე შეხვედრები ეს ის მე სულ თავიდანვე ვიყავი ამ იმაში რაღაცა გასნობიერებული და ჩემი სულიერი ძმა არის რა, მაგას ვენაცვალე და იგივე 7 თაობის ამბავი. დავაწყიარეთ ესა, მამა და მამაჩემო და მოვასწარეთ. რომ მამაჩემის მამი დაიყო ცოცხალი. და იმით კიდე სიხსო უნდა გამოიყენეთ. იმის და მოკლედ 7 თაობაზე მამაჩემი ძალიან ინტერესიანი იყო საერთოდ ეგეთი რაღაცების მიმართ და მოკლედ ეს როგორც იქნება გამოვიძიეთ და დავაზუსტეთ ეს ყველაფერი და 7 თაობა მევიცი. ჩემაშვილმა უკვე მერვე თაობა იცის რა. და გაგიჩნდა ამ გვარებთან და ურთიერთობაში რაღაცა სხვა და მე ამ გვარების არსებობის ხალხი რო ხდება, სადაც ლედამიწაზე ხო? და რო მეუბნები ამას და მეუთხარი ჩემი ეს ხოცი ხარ, მეუთხარი შენ და ისეთი ძმობა და ისეთი ოჯახის წევრები გავხდით ერთმანეთი, ესე იგი რაღაცა არსებობს ის დაუწერელი, რაღაცა პროგრამული დავარქვათ, რაღაც თანამედროვე სიტყვები დავიხმაროთ, რომელიც ჩაწერილია, რომ აი ამ გვარით ახლო ნათესავებს რაღაცა სხვა დამოკიდებულება გიჩნდება და ელემენტარულად ინათესავებს. საოცარი, იმიტომ რომ აი ესა ეუბნები ხო, შენი გვარი არის, ცავა მოდის და მოდის, ხო? ამას ყველაფერი ვერ შეცვლის, კაცო, მოდის და მოდის, მაგრამ იმ ცავას ვინც ზდიდა, ვინც ეფერებოდა, ხო? და ის გვარი ხარ შენ რო ეუბნები, ხო? აი მე რომ ზდიდა და მე შენ 100-ჯერ მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენ მე შეგიყვარდები, ესმის? თქვენ მან დიდი სიყვარული ჩადაყროთ თქვენ გაიჭე, ეს ბუნებრივი, ეს ფთიური გარემოება იქნება, ხო? მე აი ეს რამოდენიმე გვარი ხო, დედებიდან და ეს რამდენიმე გვარი, 2-3 შემთხვევა მაქვს, აი 3 გვარი, რომელიც მე დავაკავშირე, აი ამ ცნობიერებით და ერთმანეთთან არიან დღეს კიდე რომ ეს შენ მიკრომოდელს იხილვა, მაგრამ გლობალურად რასაც აი ამ პროექტში ვამბობთ, აი ამ იდეაში რომ ეს რომ სოფლიო ნეელელობით შენ წარმოგიდგენია რასთან შეიძლება ეს რა შეიძლება ეს სიყვარულს დაკარგულ სიყვარულის აღდგენას და არა იმ ბოროტებას რომ ვიღაცას უნდა მოსწოდ გავანადგუროთ ამოვიკეთებს ასამბაგებს ეს ადამიანის სიყვარულს ურთიერთობის ადამიანთან ურთიერთობის სიყვარულს ავიცი ათმაგებს ეს რა იმიტომ რომ იმას აცნობიერებიებ იმას აცნობიერებ ამათ აკავშირებიებ ნუ საოცარი რაღაც სიყვარული შეიძლება გაიგზო და ჩათვალ რომ პლანეტა გიყვარს იმიტომ რომ ხო სხვანაირად ვერა სხვანაირად ვერ გაიღვიძებ გაიღვიძებ ზუსტად იმ შეგნებით რომ აი პლანეტა გიყვარს თუ ეს მოგეცა და თუ ამას ჩათვლა შეიძლება დაეწია შეიძლება რა ხო და ახლა ეს პატარ-პატარა დეტალებზია საუბარი რა ჩვენ ვიდეო და ანიმაცია გავიკეთებია ფილმი რაღაცა და ძალიან საინტერესო ფორმა გამოვნახეთ რა რომ აი შარლოსთან მოდიან სტუმრად სოფელში შემოდიან სახლში ეს ჯოხა ახალოხი და არის რაღაცა და ნუ სტუმარს უმასპინძლები და შემოატარებ ამ სამოთხეს და აი ამ სამოთხეში ყველა დეტალს ვუხსნი თაფლი რა არის თაფლის ანთელი რა არის ხო იქ ჩიტი რო ბუდეს იკეთებს რა სიმღერა არის
იქ თევზი რო ესე იგი გიბალახებს და ეგ უნდა იბალახოს, ხო? მე ჩემო ბატონო იქ სვანური სიმღერა გესმის იქ ჯვარს გაწერინებს და მეგული და იქ მრავალჟამი ის ყველაფერი ამას ესე იგი შემოატარებს, გაიგეს წუმა და მოახერხოთ მე და შენ მაინც. გამოიყო ფინანსები. კინოცენტრი, ჩემს მიერ დაფუძნებულ კინოცენტრში შევიტანე ეს ორჯერ. არაფერი, ჩემს მიერ დაფუძნებულ კინოცენტრში. მაგრამ იმიტომ კი არ დაფუძნა რომ ეს მოდი იქნებ იმედი დავიტოვოთ, რომ აი თითოეული ეს ჩვენი გადაცემა, ეს თითოეული ეს წვეთი, თითოეული ეს მისამართი, ხლა ეს არ არის რაღაც ირიბი მიმართვა, ხო, ეს პრაქტიკულად მეტი პირდაპირ საუბრობ უკვე ამ საკითხზე. იქნება გამოჩნდეს ესეთი ღვთისმიერი ადამიანი, რომელიც პირველ რიგში თავის სახელს დატოვებს ისტორიაში, ვინც აი ამ ხლორს, თუნდაც ერთბეშ წყალს დაასხავს, რომ გაიზარდოს და ის რაღაცა კაი ქართული საქმე გაკეთდეს და ცოტა ხანს გამოვერგვეთ, გამოვიდეთ და რეალობაში გამოვიდეთ, რაც ნამდვილად რეალობაა და არა რაღაც ილუზიური ქვეყანა, რომელთანაც ხედავთ, სადაც მიიწევს ეს ყველაფერი, ხო? მოდი იმედი დავიტოვოთ და ესეთ ოპტიმისტურ ნოტაზე ჩვენი გადაცემაც. რა თქმა უნდა და მე ახლა რომ იქნებ რამე აი ამ თუნდაც აი ამ შეგონებით საუბრით, თუნდაც ისეთი ხალხი მოვიწვიოთ თანდათანობით, რომლებიც აი არიან მათემატიკოსები, ფიზიკოსები, კარგი მეცნიერები ყავს, კაი ხელოვანი ხალხი ყავს, ვინც აი დაუშვათ არ აქვს ინფორმაცია, მაგრამ გაატაროს თავის გონების ცხრილში, გაგვაკრიტიკოს, რაღაცა იპოვოს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანზე კადრს ჩართავს, 2 წუთი უყურებს, რაღაც არ მოეწონა მის სტილში, რაღაც რეპლიკას მოგაძახებს, გადართავს იქით გადა. ანუ არ არის მაგალითად აი კარგი ფილმები, ხლმათ აი ფელინის ფილმები, ხო, შეიძლება 3-5-10 წუთში უცებ ვერ გაიგო, მაგრამ როგორც კი მიყვები და როგორ დინამიკაში სიღრმეებში ჩადიხარ, მერე იგებ მისას, ხო? მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რა, ახლა კარგია ადამიანების საქართველოში ხარ, ხო, საუბრები გავაკეთოთ მომენტ შეხვედრა, შეიძლება იქ იყოს ჯგუფური შეხვედრაც იყოს და ერთმანეთის საუბარი, გადაძახილი ყველაფერი ეს, მაგრამ მოდი დავიწყოთ რა, წერილი გავამზადეთ ამ ხელისუფლებას, თავობას, პრემიერ-მინისტრს მიმართოთ რა, რომ აი ეს პროექტი ამოიწიოს. გავაკეთეთ ეს მოდელი, ხო? შექმნა რაღაცა ოფისი, კვლევითი ცენტრის სახით, რეგიონალური. და გაიშიფროს ეს პროექტი თავიდან ბოლომდე რა ჯდება? კი, იმერთი ხის დარგვა. ეგრეთწოდებული სმეტა გაკეთდეს. ხო, ხარტაგრიცვა გაკეთდეს. ხარტაგრიცვა გაკეთდეს ეს ყველაფერი. საქართველოში ამის უზარმაზარი ტერიტორიებია. აბსოლუტურად დღეს არსებული სოფლები, რომელიც არის, გესმის რაღაცა შანხაის დონეზე, გესმის განლაგებული, აშენებული ყველაფერი, ნუ ასასინები სიმახინჯეებია, ყველაფერი. თვითონ იქ შეიძლება ეს თვითონ ეს მოდელი მოგვარდეს ისე რომ იქ ახალი სახლი მოდერნიზებული სახლი ჩადმით, გესმის მე ის სახლებიდან გამონთავისუფლება და რჩება ეს ყველაფერი. არსებულ ანუ რეკონსტრუქცია გაკეთდეს, ოღონდ ჯამთელი, რომ ნულიდან არ დავიწყოთ კომუნიკაციების მოძიება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ანუ არსებულ სოფლებში, ესე იგი, მახინჯ სოფლებში მოხდეს მოდერნიზება ამ პროექტის მიხედვით. ანუ მოხდეს იმას, რომ ახალგაზრდობა, ოჯახი ინარჩუნებს თავის სახეს, მეურნეობა თავის ადგილას, ანუ როგორც ახლა შენ ჰოლანდიის მაგალითი ახსენე, კაი კონტრასტული მაგალითი იყო რა ჩვენთვის, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანამ დაიბრუნოს ეს გეორგიანული წესი, მიწის შვილების. შესაძლებელი კი არა, ამას დაიბრუნებს, მე დარწმუნებული ვარ ამაში. მე ვფიქრობ ის ხალხი, ვინც ახლა ემიგრაციაშია და შეხედეს, რა სიკეთე მოაქვს იმ აწყობილ ქვეყნებში, ამ მოდელს, ის ალბათ პირველ რიგში ხლა მე ბევრი გავიცანი ესეთი ადამიანი, რომელმაც რაღაცა რო პატარა თანხა გადაშიაგროვა, უკვე ცდილობს რომ აი ნახო რომ იმითი ეს გაიგო, ხო, მაგრამ შეიძლება ეს მიზაკეავნა გაუყიდო რაღაც. ხო, ახლა იმის რაც ამიტომ ეს ცოტა და გაიწეროს ეს ყველაფერი. ხო, ორგანიზებული სტრუქტურიზირებულად გაუკეთეთ, მოწესრიგებული გაუკეთეთ და არა ის რომ ქაოსურად ადამიანს მიწა იყიდა, ინფრასტრუქტურა არ აქვს და ხალის კარგავს. ხო, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. უზარმაზარი ეკონომიკური ჯაჭვი კეთება. უზარმაზარი ეკონომიკური ჯაჭვი კეთება, რა აბსოლუტურად და ნუ არ ვიცი რა, გავაკეთოთ წერილი და მიმართოთ რა და თუ აქვთ გონი შერჩენილი, პირველ რიგში დაიწყონ ეს ამბავი რა.
ამათან რამოსარიდებელია რა, პირიქით ვალდებულები არიან. როგორ რადიკალური ხარ გენოვა. არა, ვალდებულები არიან გააკეთონ ის ხალხი დღეს 2 მილიონი რომელიც წასული არის, ეს ღვთისნება არის, ეს შემთხვევით კი არ არის. ეს რაღაცასთან არის დაკავშირებული, ეს რაღაცასთან არის, ისე გადარჩენასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა. რაღაცა პერიოდი ეკონომიურად მართლა ხო ეგრეა, რომ გადაარჩინა რა, თავისი ერი გადაარჩინა ყველა ადამიანმა ცალ-ცალკე დახმარებით იქა. ეს დაბრუნდება ესა უძვირფასესი ხალხი. აი ხარ. დაიბრუნებს ამ წუთისოფლის ერთმთლიანობას და ყველაზე სულიერ კომფორტს ერის საქართველოში ცხოვრებას დაიბრუნებს ამას გააკეთებს რა, ამას გააკეთებს და ეგეთ კიდე ასწავლობას მოინერებს რა ჩემო კარგო და მე ახლა გუშინ წინ ჩემო კარგო ეს ტრადიციად მეკცა უკვე რომ ჩამოვდივარ თბილისში უნდა მოვილოცო ჯვარი უნდა მივიდე ცოტა ცხოვრებაში მოვილოცო იქ უნდა მივიდე ნინო წმინდასთან ეს მე ჩემო კარგო და აი ამ სამივეს მოვილოცო და ისე მოხდა სასწაული რომ კაცო მამა გამორიელმა ზეთი გვაწყვა რა ახლა ვიღაცა მარიფიკოს რა ახლა ისეთ მომენტ შევესარით რომ როცა დაიწყო მამა გაბრიელის და ამას დავესარე გვირგვინად ზეთის ხებაცაც დავესარით და ყველაფერი ისეთი მადლია ანუ რა არის შეშფოთება გამორიცხულია ვერავინ შემაშფოთებს ერი დაიღუპება არაფრიც არ დაიღუპება რა ერი გააჭრის ახლა თავისას მალე ერი მალე შეიმუშავებს ერთადერთ მოტივაციას რა და მარცხენა მარჯვენა ყოფებს რა კოცნაცებს ყველას თავის ადგილს მიუჩენს ამ დემორალიზებულ პოლიტიკოსებს რა გაარგოს ერი თავის ნობიერებას რა გააკეთებს ამას მე დარწმუნებული ვარ ამაში 2000 არსებობს რა ეს ჯვარი უკვე ნატვირთი აქვს ეს რა მე ვგზნობ ამას რა მე ვგზნობ ხალხის დამოკიდებულებას იქ აბსოლუტურად ყველასთან აი დედამისის ზურგზე სადაც კი არის ქართველები ყველასთან ამამ შეხება რა ყველას უნდა მოვაკეთო წუთისოფლის ერთი მთლიანი ნაწილი გახდეს და სულიერი კომფორტი დაიბრუნოს დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო მადლობა შენ ჩემო ალექსი და გაკეთეს ეს წერილი ბატონო მივაწოდოთ ბატონო და ნახოთ რა აი ეს იქნება კიდე ილუსტრაცია ჩვენ ვალდებულება შევასრულოთ თუნდაც მარტო იმისთვის აი ილუსტრაციისთვის ხილს ამის გაკეთება ესენი არიან გონზე ამათ ფიქრობენ საერთოდ ამ მიმართულებით ამის გაკეთებას ეს ისტორია ეს საუბრები შეიძლება იყოს და მოქმედება არ იქნება რა აზრი ექნება ნაბიჯი ახლა არის მოქმედების დრო ბატონო ხო და უნდა გავაკეთოთ ხო და გააკეთონ რა ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ერთი ზარი გააკეთოს დაგიბარონ რა გინდათ რა ხდება ელემენტად გაგესაუბრებიან მაინც რომ ანგეტყვიან რომ როგორც ვთქვათ ახლა მაგისი დრო არ არის და ეს საქმე ქონია უფრო პრიორიტეტებში და არცალია მე ვნახე ვერ მთავრობას ცანცალია უარდა ბოლოს ეს ჩემი თვალით ვნახე ამ წასტის განმავლობაში თო ყოველთვის არ ეცალა და უფრო მაღალი პრიორიტეტები ჰქონდათ მაგრამ მე სამწუხაროდ დასრულება არ შეიძლება ამათ არაფერი არ შეიძლება რა მოდი ახლა შენ პოლიტიკურ გადაცემად თუ გადამიქცევ ამას ჩვენ თქვი თავიდანვე რომ არ გავაკრიტიკოთ მოდი ჩვენ მამიდებს მოვუაროთ პირველ რიგში ბატონო ძალიან წერილი პირველი და მიმართ აი ჩემო კარგო ნუ მოუწოდე დიდი მადლობელი ვარ წარმატებები მინდა გისურვო და მე ვიცი რომ შენ კარგი ძმა ხარ და როდესაც შემიძლია რომ ხელი ჩავართვით და ზნობა ვთქვით და საქმის გამკეთებლები ვართ ესე ვართ მადლობა სხვანაირად დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებელო ჩვენი სმენისათვის ჩვენი თმენისათვისაც რაღაცის შეცვლა გვინდა უკეთესობისაკენ და როგორ მოახერხებთ რანაირად შემოგვიერთით შემოგთავაზეთ თქვენი აზრი კრიტიკა შემოიტანეთ უკეთესი მოიფიქრეთ თავრია რამე უკეთესობისაკენ შევცვალოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ აი ახლა ის მიმართვა რომელიც მართლა შეიძლება უკვე დამუშავდეს და გაკეთდეს შემოვერთით ემიგრანტები შემოვერთით ამ მიმართვას ამ მოთხოვნას და ვალდებულებად უქციოთ ეს ხელისუფლებას რა რომ ეს განახორციელოს ამოწიოს ეს პროექტი თავიდან ბოლომდე თავისი
მთელი სიკეთეებით რა და თავისი ხარჯავერცუ და გავიგოთ რა საქართველოში გაჩნდება თავის სახლის ჩადმიანად. დიდი მადლობა. აბა, კარგად გაზრდებოდეთ. არ გაზრდებოდეთ.